დედაენის ბაღში ლიტერატურულ კონკურს გალას გამარჯვებულები დააჯილდოვეს წლევანდელ კონკურსზე 24 გამომცემლობის მიერ წარმოდგენილი 120 კრებულიდან კომპეტენტურმა ჟიურიმ პრიზიორები 6 ნომინაციაში გამოავლინა. გალა უკვე მეოთხე თბილისის მერის მხარდაჭერით და საკრებულოს ინიციატივით გაიმართა. გამარჯვებულებს საჩუქრად ტრადიციული პრიზი კოლხური ცრული სასლი და ფულადი პრემია 4000 ლარი გადაეცათ. საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში გამარჯვებული ლია ჩლაიძე გახდა. წიგნის საუკეთესო მხატვრობისათვის გალა თინათინ ჩხიკვიშვილს გადაეცა, ხოლო წლის წიგნის ავტორი ზურაბ ლეჟავა გახდა, რომლის ნაწარმოებმაც ბავშვის ნაკბენი კარალიოკის ხეზე გალას პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისაგან ნიკოლოზ რურუასაგან პირადად მიიღო. და მადლობა უთხრა ორგანიზატორებს, ჩვენი ქალაქის საკრებულოს და მის ხელმძღვანელს ზაალ სამადაშვილს და რა თქმა უნდა ჩვენი ქალაქის მერს გიგი უგულავას. ასევე მადლობას ვუხდი, რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობასაც, პარლამენტის წევრებს, საკრებულოს წევრებს და ჩვენ სწორუპოვარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც ვუხდი მადლობას. იყო წარმოდგენილი ბევრი კარგი წიგნი და ბევრი კარგი წიგნისგან რამდენიმე კარგი წიგნის ამორჩევა ყოველთვის ძნელია. საბედნიეროდ ჟიურიმ თავი გაართვა ამ დავალებას, ამ სამუშაოს და გაიმარჯვეს ღირსეულთა შორის ღირსეულებმა. ასე რომ მე ძალიან გახარებული ვარ თბილისობის ამ მშვენიერი საღამოთი.